24 იანვარს 7 საათზე სტუდენტები ვიკრიბებით ფილარმონიასთან. განათლებისა და ჩვენი ქართველი ხალხის მომავლის დასაცავად. ვიკრიბებით, რადგან საქართველოში განათლების სისტემა საფრთხეშია. ჩვენს ქვეყანას სჭირდება თავისუფალი და ხარისხიანი უმაღლესი განათლება და არა თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საგანმანათლებლო პროცესი. რეფორმა, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება ატარებს, გულისხმობს უნივერსიტეტის შენობების გასხვისებას. აპირებს დაამკვიდროს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რაც ამცირებს ზოგად საგანმანათლებლო და უმაღლესი განათლების ხანგრძლივობას. ეს ყველაფერი კი ქართულ განათლებას ავტომატურად დააშორებს ევროპულ და ამერიკულ საგანმანათლებლო სივრცეს, რაც გამოიწვევს განათლების ხარისხის გაუარესებას და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას. განსხვავებული აზრის მქონე პროფესორების და სტუდენტების ჩამოშორებას პროცესიდან და პოლიტიკურ ზეწოლას უნივერსიტეტებზე. ჩვენ სტუდენტები არ დაუშვებთ უნივერსიტეტის ავტონომიის დაკარგვას, სტუდენტებისა და პროფესორების შევიწროებასა და საქართველოში განათლების სისტემის მეტად გაუარესებას. უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო დაწესებულებები არ უნდა იმართებოდეს ცენტრალურად, არ უნდა ემსახურებოდეს რომელიმე პარტიას, არამედ უნდა იყოს ანგარიშვალდებული ჩვენთან, სტუდენტებთან, ამ ქვეყნის მომავალთან. სწორედ ამიტომ ხვალ 24 იანვარს 7 საათზე ფილარმონიასთან გეოდებით ყველას, ვისაც ამ ქვეყნის მომავალი ადარდებს. მომავალი ჩვენია.